როგორ ხართ? ჯერ დღევანდელი დღის მოვლენებს მოგიყვებით. გოგოებო, დღეს პირველად ვუთხარი მამაკაცს, რომ სატირალი კედელი არ ვარ. ბრავო, ოჩახ. შენი დღე როგორი იყო, ედა? ჩემი? ძალიან კარგი იყო და ცოტა სევდიანი. სერგანს რაღაც პრობლემა აქვს და ვერ მეუბნება. აი, უნდა მითხრას და ჩუმდება. რაღაც ხდება. ფიქრობდი, რომ სამსახურს უკავშირდება, მაგრამ გონი მე მეხება. არა. არანაირი პრობლემა არ გიკავშირდება შენ. არ ვიცი. თითქოს გრძნობ არის რაღაც პრობლემა და მე მიკავშირდება. იმედია კარიშხალი არ დაიწყება. კარგი. შენი დღე როგორი იყო, მელო? ჩემი? დღეს ისევ სამსახურის გარეშე ვარ, მაგრამ უკეთეს მოძებნი, პირდებით, დარწმუნებული ვარ. ეს როგორ იყო? უარყოფა და შემდეგ საშინელება? ციბრაზე. შავო გოგონა, შენი ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო ბიჭი ცუდად არის. წყლიდან ამოყალილ თევზს დაემსგავსა. იქნებ ერთხელ მიგეცა შანსი, ერთხელ. სისულელეს ნუ ამბობ, მელო. ფიფი, ვინმეს რომ ასე ვუყვარდე, ზურგს ვერ ვაქცევდი. ზუსტად. ამას იმიტომ აკეთებ, რომ მოგატყუა? საერთო ჯამში მართალი ხარ. იმის ნაცვლად რომ დაგემსგავსო, მე მემსგავსები. იმიტომ რომ ბიჭი გადარეულია. თმები და წვერი დაიმატა, მაგრამ ცხვირი, თვალები იგივე აქვს. ტანსაცმელიც იგივეა, ადამიანი უნდა მიმხვდარიყო. ედას ესაუბრე? დიდი ხნის წინ ახალგაზრდობის სიყვარული მყავდა. მაშინ სწავლობდი. შემდეგ როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, გავაგრძელეთ, არ შეგვიწყვეტია ურთიერთობა. ერთადერთი სიყვარული. მრავალი წლის მანძილზე. ჩვენ ცხენებს სული დააგარაგზე. ლამაზი, სამართლიანი, შრომის მოყვარე. ცხენების ესმოდა. იცოდა მათთან როგორ მოქცეულიყო. წიგნებს კითხულობდა. დედამისი დიასახლისი იყო ჩვენთან. მამამ სახლი უყიდა. უნივერსიტეტში ასწავლა. ძალიან უყვარდა ისინი. ერთხელ გადავწყვეტეთ მშობლებისთვის გვეთქვა, რომ ქორწინდებოდით. შემდეგ დღეს ისე წავიდა, არაფერი უთქვამს. არც წერილი, არც ბოდიში. რატომ? დედამისი ქურდი იყო. ბოლოს მაშინ დაიჭირეს, როცა კამარს იპარავდა. მამამ კიდე ამცირა ადამიანი, რომელიც მიყვარდა. მრავალი წლის შემდეგ გავიგე მიზეზი. როგორ გავაგრძელებდით? როგორ ჩავხედავდით მამას თვალებში? ჯენტლმენი იყო და ვერ დამაკისრა ამ ხელავალდებულება. მოახერხა მისი ნახვა? არა. მაგრამ როცა ცხენებს უყურებ, ყოველთვის მახსენდება. გამოითვალე, რამდენად ხშირად. სერგან, აქ ყველაზე უდანაშაულო ადამიანი ედაა. შენ კი მეორე ხარ. მაგრამ სხვა მხრივ, ყავდეს ოჯახი და შეინახო ამ ხელატვირთი. ყოველთვის ვალდებულები ვართ ვატაროთ ეს ტვირთი.
ჯერა რომ სწორად მოიქცევი. Sana da bu yakışır. როგორ ხარ? ჯერ სხვა მსხვერპლი არ გიპოვია, ვისაც გულს გაუტეხ შეხვედრის ბოლო წუთას გაუქმებით. შენი პოვე ადამიანი, ვისაც მოუტყუებ ყალბი ფოტოებით. რა არის ნამდვილი და ყალბი? ცოტა წვერი და თმა დავამატე, დანარჩენი მე ვარ. სოფლიოში მოგზაურობა, მოტოციკლები, ექსტრემალური სპორტი ჩემი ინტერესის სფეროა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი არ შეიძლება იყოს. ჩემი ჰობები ერთ-ერთში დააკოპირე. იგი იმიტომ რომ ვაკეთო რაც გიყვარს. შენი აზრით ჩემი საქციელი არ გიჩვენებს ამას. მერჩევნია ის, ვისაც თავისი ჰობი აქვს და არა ის, ვინც აკოპირებს. გასაგებია? მელო, რას აკეთებ? კარგია რომ საუზმე მზადაა. მე არ დავალაგებ, არ შევეხები, შენ დაალაგებ. ჯანსაღ ცხოვრებაზე გადავედი. ჯანსაღ საუზმეს მოგიმზადებ და თუ ავრია დავალაგებ. ახლა სელინი მირეკავს. სელინი გირეკავს, უპასუხე. პასუხობ. გისმენ სელინ. გამარჯობა eda. სერკანს ვერ დავუკავშირდი. ბრანჩზე ვერ მოვალ, შეგიძლია უთხრა. მინდოდა გცოდნოდათ. სელინ ტირი? რა მოხდა, რა ხდება? ცუდად ვარ eda. სანამ ფერითი იქნება და ასე შემდეგ. მოგვიანებით ვისაუბროთ, კარგი? რა მოხდა? ალბათ ტიროდა, გათიშა. ძალიან მოწყენილი იყო. მაშინ ჩემთან შეხვედრასაც ვერ შეძლებს, დოსიე მქონდა მისაცემი. მე მომეცი და მე მივცემ. კარგი. სერკანი კიდევ არ მოსულა. მივწერ. ყველაფერი ხდება, რაც ბნელმა გოგონამ თქვა. ყველა ძალიან აგრესიულია. მალე ერთმანეთს შეჭამენ. საქმე გამომიჩნდა, ბრანჩზე შევხვდებით. მართალი ხარ, იმიტომ რომ სერკანი არ მოდის. პირველად არ მოვიდა ჩემს სასაყვანად. არ ვიცი. მარსი სატურნის უკანაა თუ წინ. მაგრამ თქვა რომ 15 დღეში გაივლის. კარგი, წავედი. რაღაცას გეტყვი. იქნებ ბრანჩი და რამე გემრიელობა წამომიღო. ვერ წამოგიღებ, იმიტომ რომ შენი საუზმე იქ დგას. მაშინ შორიდან არ მოგივლი. აი დოსიე. კოცნი. ნახავ როგორ დავიკლებ. მადლობას მოუხდი ღმერთს. ტკბილეულსაც შევჭამ. eda. ბრანჩზე ერთად წავიდეთ. ძალიან ბევრი საქმე მოგსერდე, მოდი იქ შევხვდეთ. გასაგებია. იქ არის დღეს, სადაც შენი ნახვა არ უნდა, ერდიშანკეი. ჯერან. ფერით. ჰოლდინგის ასისტენტმა და მერეკა ალბათ აკჭირდები, მაგიტომ მოვედი. ყველა ბრანჩზე ხდება, დოზიეს ასაღებად მოვედი. მართლა? მაშინ მე აქ რატომ მომიწვიეს? კარგი. ჩვენ გვინდა რომ იურიდიული საკითხი მოგანდოთ. სერკანის და ეფეს საერთო საქმის. ეს შენ გააკეთე? ისე მოაწყვე რომ კომპანიის ადვოკატი გავხდე? მოდი რაღაცას გითხრა. გაბრაზებული ხარ, არ მესმის, არ მესმის. გონია შენ დახმარებას იმიტომ მივიღებ რომ საიდუმლო გამემხილე? ამას რატომ აკეთებ? რას აკეთებ? მამა ჩემი ნამდვილად იცნობს მამაშენს და ჩემი გვარი წაადგება შენ საქმეს, არა? მე არავინ არაფერი მითხრა, არ გამაფრთხილეთ. ახლა მდიდარი ბავშვის სინდრომი გაქვს, რომელიც მდიდარი მამის უკან დაიმალა.
ფიქრობ ნაცნობი გრძნობაა. სასტუმროების მემკვიდრე. ამ კომპანიაში რას აკეთებ ფერით? აქამდე როგორ მოხვედი? პირველ რიგში, ამ საქმის შენზე გადმობარება ეფეს და სერგანის აზრი იყო, იმიტომ რომ კარგად იმუშავე წინა საქმეზე. ასევე აი ეს, საერთო გადაწყვეტილებაა ხელმოწერით. მეორეს მხრივ ყველა ამბობს, რომ წარმატებას მამა შენის წყალობით მიაღწია, მაგრამ ამას მე ვერ მომაწერ. ყველაფერს აფუჭებ ჯერენ. ეს რა მაკრატელია? ედა მაპატიე. თანაც შენსკენ არის მომართული. შეგეშინდა? არა, მაკრატლის არ შემშინებია, შენი გამოხედვის შემეშინდა. შენზე ვნერვიულობდი. მელომ თქვა, რომ დოსიე უნდა მოეცა და აი საბაბიც. ფიქრობდი, ჩემი თავი დამეჭრა თუ საქორწილო კაბა. კაბა უკეთ ჟღერს, დახმარება გჭირდება? შემოდი. დარწმუნებული ხარ? მაშინ მიდი. ძალიან კარგია. თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ. მინდა ეს კაბა თავიდან მოვიშორო. გეტყობა. ზოგადად არ ბრაზდები ხოლმე, ამიტომ ახლა შესამჩნევია. გახსოვს ის დღე, პირველად რომ ვისინჯავდით კაბებს. დავიწყება შემიძლია? ერთი მოდელი იყო, რომელიც მოირგე. რაც თავი მახსოვს, არასდროს მიფიქრია მსგავსი კაბების ჩაცმა. არ ვიცი რატომ, ვინ მიშლის ხელს? ეს არ ვიცი. იმის გამო რომ მშობლები არ მყავდა ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებდი. მამიდა არ ერეოდა, მადლობა მას, რაც ჩავიცომდი, რას გავაკეთებდი. სულ ერთი იყო მისთვის. არავის უთქვამს, რომ საქორწილო კაბა უბრალო უნდა იყოს. რა კარგია. ამიტომ ხარ ასეთი ორიგინალური. შენ კი წარმატებული. ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ. ედა შენ ძალიან თავისუფალი ხარ. ძალიან გასხვავებული. მესმის სერგანს რატომ შეუყვარდი? სელინ გთხოვ, ეს თემა არ განვიხილოთ, ძალიან მაწუხებს. არა, მოდი ვისაუბროთ. მე სერგანზე ბავშვობიდან შეყვარებული ვიყავი. ცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. მაგრამ ფერითი ჩემთვის მეორე შანსი იყო. ცხოვრებაში არ დამემსახურებია და აი დავკარგე კიდეც. ჩემი გადაწყვეტილება უნდა დამეცვა. მაგრამ არავის ვაბრალებ. იმიტომ რომ ყველაფერი მე გავაკეთე. კარგი. კარგია რომ მოხვედი. მართლა ძალიან დამეხმარა. მოვედი, მაგრამ იმიტომ მოვედი რომ ბრანჩზე წაგიყვანო სელენ. უნდა წამოხვიდე. რადგან ფერითი მოდის და თვალებში გიყურებს, შენც უნდა შეძლო. რატომ უნდა დავიხიოთ ქალებმა უკან? ზუსტადაც წინ დაუდექი და თვალებში ჩახედე. იქ უნდა იყოს სელენ. მართალი ხარ? კარგი, წამოვალ. ძალიან საინტერესოა, რას გააკეთებდა ქალბატონი ეიდენი ახლა რომ გხედავდეს. მე დამაბრალებდა. ედა, იცი ვინა ამ კაბის დიზაინერი? ეს გოგო. კარგი, მაშინ წავალ. მოემზადე და მოდი.
კარგი? Ay. ძალიან დიდი მადლობა ფიფი. კარგია რომ აქ ხარ. რას ამბობდაო? ყოველ დღე გვაჭმე. მშობლებთან ურთიერთობა როგორ მიდის? არანაირად. იქნებ დაურეკო, დაელაპარაკო და გადაწყვეტილება იპოვოთ. გეფიცები და უაიფერ. რასაც არ უნდა ვაკეთებდებ, ჭამდებ, სამდებ, ვიცომდე, ყველაფერში ერევიან. ამ ასაკში ასე შეიძლება? არ ვიცი. ნერვიულობა ნეშინიათ. ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ შენი პატარა გოგო გაიზარდა. არ ვიცი. ნერვიულობენ. ბრაზდებიან. ისევ ჩემზე ვლაპარაკობთ, თუ ედაზე გადავედით. ყველაფერს ღიად ამბობ, ძალიან მომწონს. კარგი. პირდაპირ კითხავ. სერკანზე რას ფიქრობ? კარგი. იცი რომ სიყვარულის არ მჯერა, მაგრამ ამათი მჯერა. მგონი შენც ამ გზაზე ხარ. ამ ერდემს რა უყოთ? თანხმობის ფაზაში გადავა, მაგრამ ჯერ ყოყმანობს. სიყვარულში ყოყმანი შეიძლება? ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ტელეფონი მირეკავს. 1 წუთი. დიახ. რა? ან მიიღეთ ჩემი წინადადება, ან თქვენთან არ ვიმუშავებ. დაინახე? ეს რა იყო? ფიფის სტილი. დილამშვიდობის. ქალბატონ სელინს უდოდა, რომ აქ მოსულიყავი. კარგი, მოგბრძანდი. მადლობა. ისეთ გახარ, თითქოს აქ ფესვები გაიდგი. ბატონი სერკანი ყოველთვის ადრე მოდის. ზუსტად არ ვიცოდი, რომელზე მოვიდოდა, ამიტომ 3 საათით ადრე მოვედი და ველოდები. ოჩახ. ძალიან მეწოდები. ბატონი ეფე მოვიდა. რატომ რა მოხდა? მეტი არავინ მოსულა, მარტო ბატონი ეფე. არაფერი, უბრალოდ ჩემს თვალებს რამე მიმზიდველის ნახვა უნდათ. სხვა არაფერი. აქ სამუშაოდ ვარ. კარგი. კარგი, მაშინ მიხარია. ერთი ამას შეხედე, ჯერ ეს შეხედე. რა ხდება? მოიცადე ნახავ. გამარჯობა. დილამშვიდობის. როგორ ხარ მელო? კარგად, ლეილას რაღაცას ვეტყვი და მოვალ. კარგი, წავალ. ლეილა, როგორ ხარ? მადლობა. ძალიან ლამაზია რა? ძალიან. ფერილი? ბატონი ფერილი და ბატონი ენგინი უცნაურად იქცევიან, არა? თითქოს არ უნდათ რომ ვიცოდეთ. ბატონ ენგის გუშინაც ეს ტანსაცმელი ეცა. არა, არ თქვა. ჩვენ არ გვეხება. უცნაურია. გამარჯობა. გოგო თვალი მოაშორე. დილამშვიდობის. ხალხზე რა დაგემართა? არაფერი. როცა სერიოზს ვასერნებდი, მოკლედ არაფერი.
მოგვიანებით მოგიყვები. ყოველთვის მეუბნები, რომ მოგვიანებით მომიყვები, ეს დრო არ დადგა. გინდა ამ საღამოს რამე დავგეგმოთ. შეიძლება მოფიქრება, მაგრამ ძალიან ბრაზდები, როცა არაფერს მეყვები. ისეთი იდუმალი ხარ. ხომ იცი ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად შენი გაბრაზება მინდა. ვერავინ გამაბრაზებს. ადრეც გეუბნებოდი სერგამბოლად. წავიდეთ. შეიძლება. ხელზე რა სჭირს? რა მოხდა? სიძე. ლეილა, მელეკ. როგორ ხარ? მობრძანდი. შიგნით შევხვდებით. ხელჩაკედებულები არიან, ცუდად ხვდები. ცალ-ცალკე მოვიდნენ, რა მოხდა საინტერესოა. ნუ ერევი, შენი საქმე არ არის. მისი ასისტენტი ვარ. ერდემ. ფოტოგრაფი სადაა, დაგავიწყდა? საერთოდაც ცნობილი ფოტოგრაფი ერდემია. ერდემ, რაღაცას კითხა. მართლა აპირებ შეინიყო ფოტოგრაფი ჩვენ ახალ პარტნიორთან? ფოტოები პრესას უნდა მივცეთ, შენ არ შეგიძლია გადაღება. სელფისაც ვერ იღებ. რას ამბობ ლეილა? ფოტოშოპს გამოიყენებს. უყვარს ფოტოშოპი. ნამდვილად. ღმერთო. რა შესანიშნავი ადგილია. მოგბრძანდით. გამარჯობა. გამარჯობა, ჯერენი. გამარჯობა, გეთილი იყო ჯერენ. ერთი წუთით. არ მეგვაჩვია თორემ სულ მოვალთ ძმაო. ლამაზი გამოვიდა. იმედია სერკანსაც მოეწონება. როგორც გავიგე, არ გიყვარს ხალხმრავალი ადგილები. ეს დროის საკითხია. ძლიერი შემართებაა. სერკან, ხომ არ გაცდენ? არა. გონ საკაურობა მოეწონა. შესანიშნავია, გამიხარდა. მაგიდაზე კონვერტები დევს თქვენი სახელებით. ძალიან გთხოვთ, მოდით. გთხოვთ. შენ ჩემს გვერდით დაჯიქი. იმედი არ ვფიქრობ, რომ ესეც ჩემი გაკეთებულია. გთხოვ. ვაი. გამარჯობა. მოგბრძანდი. ადგილები შესანიშნავად არის გადანაწილებული. შესანიშნავია. რა კარგია, რომ ერთად ვზივართ. ზუსტად გვერდით. ძალიან ბევრი დამთხევაა, შენ დაგეგმე? არ მინდა ასე. მოდი ყველაფერი თავის ადგილზე დავტოვოთ. სერიოზულად? დაახლოებით ხელი ნუ გაქვს ჩაკიდებული, არაფერს ვამბობ, უბრალოდ ნორმალურად მოიქეცი. უფრო მეტი პროფესიონალიზმი გჭირდება, თორემ მიხდებიან. ძალიან მშიერი ვარ. გაუცდები, როცა ნახავ შენთვის რა მომამზადე. თქვენ ციგრძენით ის ელექტროობა, რაც ჰაერშია. ჭამერამე პატარა. შესანიშნავი ბრაჩია და ძალიან ლამაზ ფოტოებს გადავიღებ. იმედია. მეგობრებო, მადლობა ყველას, რომ მობრძანდით. რადგან ერთად გვიწევს მუშაობა. მიხარია, რომ ყველანი აქ ხართ. მინდა გითხრათ, რომ გაოცებული ვარ იმით, რასაც სერკანი აკეთებს. დიდი აღფრთოვანებით უყურებდი შორიდან. იმედია, მის იმედებს მეც გავამართლებ. რამეს ხომ არ დაამატებთ, ბატონო სერკან? დიახ. დასაწყისისთვის მადლობას გიხდი. ყველა სახელით ეფე. მართლა ყველაფერი ლამაზია.
მაგრამ მინდა რომ შეგისწორო. მე ჯადოსნურს არაფერს ვქმნი. სამწუხაროდ ჯადოსნური ხელები არ მაქვს. ჩემი წარმატების მიზეზი ეს თქვენი ნიჭი და თქვენი მონდომებაა. ჯადოსნური ხელები გაქვს, ჩემი თვალით ვნახე. ერთი წუთი, ყელსაბამი სად არის? ეს როგორ გააკეთე? მას შენ ყველამ გემრიელად მიირთით. გაოცებული ვარ. ჩემი საყვარელი კერძი საიდან იცი? მეყვარს ადამიანების გაცნობა. შენც? დიახ. მეც ძალიან მეყვარს ბლინები. სერგან გერჩევდი შენს გაგესინჯა. მაგრამ როგორც გავიგე, შაქრის მტერი ხარ. ნეტავის შემეძლოს როგორც ერკანია. ჯანსაღი ყვება ყველაზე მნიშვნელოვანია, არა? ნამდვილად. ძმაო ერთხელ ცხოვრობთ. კიდევ სამ თებს შევჯამდი. არანაირი პრობლემა. რას აკეთებ, ფერილ? არაფერს არ ვაკეთებ. ახლა არ დაიწყო. ბოულინგზე საუბარი. ნუ მაგიჟებ, არაფერზე ფიქრობ. დგები და ლაპარაკო. ამიტომ ჭამე. მეორე რაც ცხოვრებაში არ მეყვარს მურაბაა. და პირველი რა არის? არ ვიცი პატიება როგორ თხოვა ადამიანებს, ვინც გაობრაზე. ძალიან მაბრაზებს ეს. ეს გოგო ყველგან რატომ მოდის? რომელი? ჯერენი? ჩვენი ადვოკატია. რატომ ჩაიციკლი ამ გოგოზე? ქალბატონი სელინი არ გამოიყურება კარგად, იქნებ გავამხიარულოთ, რამე გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში შენ მოვალეობას ცდები. ჭამე, ბევრი ჭამე, ადეკი და ფოტოები გადაგვიღე. ვჭამ, ჯერ ვჭამ. მეგობრებო, იმედია მოგეწონათ თქვენი თებშები. ფიქრით თქვენზე რა გიყვართ, რა გესიამოვნებოდათ, კარგი იყო. გემრიელად მიირთვით. როგორც ვხედავთ, შენთვის მნიშვნელოვანია იცნობდე შენს თანამშრომლებს. ცუდად არ მიიღო, მაგრამ კაბინეტში დამალვა არ მიყვარს. ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი ვარ. მათი გაცნობა და დროის ერთად გატარება მეხმარება. მაშინ რჩევას მოგცემ. ლეილა. ყველაზე კარგად მაშინ კონცენტრირდება, როცა სახელით მიმართავენ. იმიტომ რომ ლეილას ხშირად აქვს პანიკური შეტევები. პირილი. პირილი ყველაზე ერთგული და შრომის მოყვარე პარტნიორია მთელს მსოფლიოში. მაგრამ მისი მთავარი ოცნება მომღერალი გახდეს. მას არაჩვეულებრივი ხმა აქვს. ეს საიდან იცი? ენგინი. 4 სხვადასხვა მშენებლობას უძღვება და ასე ატარებს ამ ცხოვრებას. სელინი. საუკეთესოა პიარში. და ერდენი. ეს ერდენია ჩემი ასისტენტი. გასაგებია. ძალიან კარგია. eda? ამას ჩემთვის დავიტოვებ. ტელეფონი გათიშული აქვს. არც კი ვიცი სად არის. რა ვქნათ, სად იქნება?
ვიცით რომ კომპანიაში არ არის, მაგრამ იქნებ ქალბატონ ფირილს ვკითხოთ, იქნებ იცის. არ ამგონია სეიფი. ქალბატონო აიდან ცოტა ხანს დაჯიქით, დილიდან წრეებზე დადიხართ. დავიღალე არაფრის კეთებით სეიფი. ადექი. ადექი და წადი ქალბატონი აიფერი გეტყვის რამეს. კარგი, ქალთან მივალ და რას ვეტყვი, რა მინდა, ან რას ვეძებ. რამე მოიფიქრე. როცა საჭირო ინფორმაციას გაიგებ, მიხვდები. ყველაფერზე მე ნუმელოდები. რა მოხდა ზმაო, ხელზე რა გჭირს? მაგიდას დავარტყი. მაგიდას დაარტყი? რა? ენგინ. რა მოხდა? გუშინ ეს ტანსაცმელი არ გეცვა? მე რა? რა გჭირს? ეს რა არის? რა იყო ზმაო? არ შეიძლება ორი დღე მიყოლებით ერთი და იგივე მეცვას. მომიახლოვდი? მგონი ქალის სურნელი გაქვს. თანაც სუნამო ძალიან ნაცნობია. არაფრის უნე არ მაქვს, სერკან არ გინდა. არ გინდა. აიღე, შენი იყო სარიელი. არა, არაფერი. ედამ. გისმენ. რა მოხდა? ორთან რაღაც გაქვს. ღომერთო ჩემო. ვიცოდი რომ ჯადოსნური ხელები გქონდა. ტკბილი საჭმელი სტრესს ამცირებს, იცოდი? ბოლო დროს ძალიან ახლოს ვარ სტრესთან. მადლობა. ქალბატონო სალენ. აბა თქვით ყველი.